მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. ყავთ თუ არა მტერი და ვინ არის ის? ვეცდები, რომ ერთ ვარიანტზე არ იქნება გაშლა, იმიტომ რომ ესე ყველასთან ერთი და იგივე ნამდვილად ვერ იქნება. შესაბამისად, არჩევანს თქვენს დაგიტოვეთ ამისთვის და მოდით ისე გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი ყავთ თუ არა მტერი, მეორე ვარიანტი და გავაკეთოთ ესეთი მარტივად, რომ აირჩიოთ ან პირველი ან მეორე, მაგრამ მოდით ესე გავაკეთოთ, დავამატოთ ესეთი პირველი ვარიანტი ვარდისფერი არცი და ამეთვისტო. პირველი და მეორე მე მგონი ჩანს ორივე. აი ესე უფრო კარგად ჩანს. აირჩიეთ პირველი ან მეორე და ვნახოთ ყავთ თუ არა მტერი და ვინ არის ის. მე გადავდებ მეორე ვარიანტს. ой, მეორე ვარიანტი ეს ჩქარავს. და ვნახოთ პირველი ვარიანტი. ყავთ თუ არა მტერი. პირველ ვარიანტთან მიმართებაში გეტყვით, რომ კონკრეტულად ესე რომ ვთქვათ, მტერი ნამდვილად არ არის ეს არის უბრალოდ შეიძლება ითქვას სიტუაციები, სადაც თქვენ ნახეთ აპაუზებს სიტუაციებს, ხო? ან თუ წინ მიიწევს და თუ რაღაცას ჩაიფიქრებთ, მერე რატომღაც აჩერებთ. ხო, აქ მტერი როგორც ასეთი არ ყავთ, მაგრამ მგონი საკუთარ თავს თქვენ მტრობთ, თქვენი უმოქმედობით და პასიური ენერგიებით, ხო? როგორც ასეთი კონკრეტული ესე ადამიანი მტრად ნამდვილად არ ჩანს. მაგრამ აქ არის ის მომენტი, როდესაც თქვენ თვითონ არ აძლევთ საკუთარ ენერგიას იმოქმედოს, არ აძლევთ საკუთარ თავს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე მიაღწიოს მიზანს, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი მოდის პირველი ვარიანტი. აქ სულ რაღაც იცით როგორი მომენტი არის, აი პირველი ვარიანტის წარმომადგენელი რატომღაც სულ ესე ვიტყოდი, რომ აი რაღაცა მიზანს რომ დაისახავს, დაიწყებს, ყველაფერს აკეთებს ამ მიზნისთვის და მერე ჩერდება. მერე რაღაცნაირად გადადის როგორ მომენტში, იცით, რომ აი არ გამოვა, მაინც ტყუილად ვაკეთებ ყველაფერში, მაინც ტყუილად ვდებ შრომას, ჩერდებით და კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ, ხო? რაღაცნაირად კმაყოფილი ხდებით იმით, რაც არის და იწყებთ მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას. აქ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს გეტყვით, როგორც ასეთი მტერი ნამდვილად არ ყავთ, მაგრამ თქვენი საქმე, თქვენი სიტუაციები თუ არ იჭრება, ბოლომდე არ მიდის, ეს ხართ ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ მარტო ოცნების დონეზე ხართ, ხო? რაღაცა მარტო ფიქრს უნდებით და ქმედებას არ აკეთებთ, ხო? რაღაცნაირად არ ცდილობთ, რომ იმაზე მეტი ჩადოთ ენერგიები, ვიდრე ფიქრია. რატომღაც ესეთი მომენტი მოდის პირველი ვარიანტით. ხო, აი, იცით როგორ ახართ, აი რაღაცნაირად კმაყოფილდებით მხოლოდ იმაზე, რაც არის და ზედმეტი შრომა, ზედმეტი მოქმედება არ გინდათ. მოდით ნახოთ, რატომ ხართ ესეთ ენერგიებში, ხო? აი რაღაცნაირად მოგინდებათ, მაგრამ მერე ჩერდებით, ხო? და ოცნება მხოლოდ და მხოლოდ რატო ხართ ესეთ ენერგიებში? ანუ რა არის აქ მიზეზი ამ ყველაფრის? მიზეზი. აქ ემოციური მომენტები, აქ როგორი მომენტია, ესე თქვენ ყოველთვის გჭირდებათ ვიღაცა, ვინც მოგცემთ, ესე ვთქვათ,
მუხტს იმისთვის, რომ იმოქმედოთ, ხო? აი, ნახეთ, არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ პირადი ურთიერთობა ქონდეთ დაალაგებული იმისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთონ, ხო? იმისთვის, რომ უფრო მეტი იმოქმედონ, უფრო წინ წავიდნენ, ხო? უფრო ანუ მხოლოდ და მხოლოდ ის მომენტი არ იყოს, აი ვიფიქრე, არამედ აი მოვიფიქრე და ვიმოქმედე, ხო? ვიოცნებე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გავაკეთო და ამას მივყევი, ხო? თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან საკუთარ ხელში აიღოთ ყველა ის სიტუაცია და შეძლოთ მართვა, ხო? ესე რომ ვთქვათ, თქვენი ცხოვრების, თქვენი მიზნების, თქვენი ენერგიების. აი აქ ესე ვიტყოდი, რომ რაღაც მომენტში ნახეთ ესეთი ინფორმაციაც მოდის, რომ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც გონიათ, რომ მუხტს გაძლევენ, ზუსტად ისინი გაპაუზებენ და ზუსტად ისინი იცით როგორი მომენტი, აი ვიღაცის იმედი რო გააქვთ, რომ გაგახსენებთ, გეტყვით და რაღაც იმპულს მოგცემს, ელოდებით ის როდის იმოქმედებს თქვენს მაგდურად თითქოს, ხო? აი რაღაცნაირად ელოდებით, რომ მან იმოქმედოს. მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როდესაც თქვენს გარშემო არიან ადამიანები და კონკრეტულად ქალბატონი, რომელიც თქვენზე ახდენს ზეგავლენას, რომ თქვენ აღარ იმოქმედოთ. აი ნახეთ, როგორც ასეთი თქვენი ენერგიები ამოვიდა პირველი მომენტი იმის, რომ უმოქმედო ხართ და არ ცდილობთ იმოქმედოთ და მარტო ოცნებებში ატარებთ. თითქოს აი ეს ადამიანი, ვისაც ძალიან ენდობით და ვინც თითქოს თქვენ იმედად არის და კონკრეტულად ქალბატონი არის ეს, ახერხებს იმ მომენტს, რომ თქვენზე ზეგავლენა მოახდინოს და თქვენი მიზნები შეაჩეროს, თქვენი მიზნები გააჩეროს და არ მოგცეთ საშუალება, რომ წინ წახვიდეთ, არ მოგცეთ საშუალება იმის, რომ კიდევ უფრო მეტი მიიღოთ, ხო? რაღაც ერთი ნაბიჯი წინ, მეორე ნაბიჯი უკან, რაღაცა ცდილობს, რომ გზა ესე რომ ვთქვათ, აგირიოთ, ხო? რაღაცა მიზნამდე მისასვლელ გზაზე იმდენი რაღაც გელაპარაკოთ, იმდენი რაღაცა სიტუაცია დაგისახოთ, რომ თქვენ არ მიაღწიოთ იმ საწადელს, რომელიც გინდა, თქვენ არ მიაღწიოთ იმ ენერგიებს, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, თქვენს წარმატება, თქვენს პირად ურთიერთობა, თქვენს ფინანსურ რესურსებს, ხო? ადამიანი რაღაცნაირად ახერხებს და ნახეთ როგორი მომენტია, ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი და ეს ქალბატონი თქვენს ენერგიებში იმდენად მანიპულირებს, რომ თქვენ ვერც კი ამჩნევთ და აი ამ შემთხვევაშიც არომაც კი დაინახა, რომ თქვენ თვითონ აპაუზებთ ყველაფერს და ესე კონკრეტულად ადამიანი არ გმტრობთ, ხო? აი ნახეთ, იმდენად მოყვარია, ესე ვიტყოდი, ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ სამყაროსაც კი ცდილობს, რომ მოატყუოს, რომ თქვენს მიმართ არის კეთილი განზრახვები, თქვენს მიმართ არის კეთილი ენერგიები, თქვენს მიმართ არის რაღაცა დადებითად და თუ კი რამეს გეუბნებათ, თქვენ და სასიკეთოდ გეუბნებათ და არა რაღაცა ისეთ ცუდი განხრით, ხო? მაგრამ რეალურად ეს ადამიანი თქვენზე იმდენად მძიმედ მოქმედებს, რომ სამყაროში თქვენ ჩერდებით, თქვენ ენერგიებს აჩერებთ და აღარ დგავთ იმ ნაბიჯებს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, თქვენთვის აუცილებელი არის, ხო? რაღაცა ეს მომენტი წამოვიდა ახლა აქ პირველ ვარიანტთან. აი, იცით როგორი რაღაცა არის, რომ აი ადამიანი ცდილობს თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი მიზნების დახშობას ოღონდ თვითონ არ ჩანს. ხვდებით? აი თვითონ არ ფიგურირებს არანაირად. აი რაც გიფუჭდებათ და რასაც არ აკეთებთ, ყველაფერი თქვენგან გამომდინარეობს, ხო? აი ესე იგი იმდენად
შეიძლება ესე გეტყვით, რომ აი ეს ადამიანი თქვენთვის რაღაცა ენერგოვამპირის მომენტი არის, რომელიც სადაც მიაქვს თქვენი რესურსი, თქვენი პოტენციალი და შესაბამისად მე უკვე ის უსიცოცხლოდ და რაცა გადაღლილ მდგომარეობაში აღარ ცდილობთ რაღაცა წინ წახვიდეთ, ხო? რაღაც ეს მომენტი არის. აი კიდევ ერთხელ გეტყვი, ეს ადამიანი თქვენთვის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ხშირად თქვენს იდეებს უყვებით, რომელსაც თქვენს მიზნებს ეუბნებით, რომელსაც თქვენს ძალიან ბევრ საიდუმლოსაც ანდობთ, შეიძლება ითქვას, ხვდებით? ადამიანი, რომელთანაც ძალიან ჰარმონიულად გრძნობთ თავს. როგორც ჩანს, აი რაღაც იმდენად ხართ ამ ადამიანზე შეიძლება დამოკიდებულიც, რომ ვეღარც კი ამჩნევთ ამ ყველაფერს, ხო? აი ვეღარც კი ხედავთ ამ ყველაფერს, რაღაცა ესეთი მომენტიც არის. ესე კონკრეტულად, აი ხო გონებით თავიდან ვინმე კონკრეტული ადამიანი არის თუ არა, რომელიც ახდენს ნეგატივს, აი ფაქტიურად არაფერი არ არის ადამიანი, უბრალოდ თქვენ პაუზდებით, ხო თქვენ, მაგრამ რატო პაუზდებით? აი აქ უკვე ჩანს ის ადამიანი, რომელიც ახერხებს იყოს დამალულ, დაფარულ მდგომარეობაში და მოახერხოს თქვენი ენერგიების წაღება, ხო? თქვენი ენერგიების დაპაუზება, რითაც ფიზიკურად აღარ იმოქმედებთ, ხო? ნუ ხა ფაქტიურად, ნუ ესე ღიად არაჩვენებს თავს, მაგრამ რეალურად არსებობს, ხო? რაღაც ეს ადამიანი, ნუ ესე ვიტყოდი, შეიძლება იყოს ჰაერის სტიქიის წარმომადგენელიც, თუ ესე გავყვებით ზოდიაქოს ადამიანი, რომელსაც ნახეთ შეუძლია კარგი ფსიქოლოგიური კუთხით აქვს რაღაცა ცოდნები, ხო? შესაძლებელია აქვს კიდევაც რაღაც ისეთი პატარ-პატარა ძალა, რომელსაც თქვათ აი კარგად იცის ეზოთერიული კუთხით როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს, აი რომელ მთვარეზე რა უნდა ჩაუთქვას, ხო? რაღაც აი თითქოს ესეთი მომენტი არის. აი ესე კონკრეტულად შეიძლება რაღაც მაგიურზე მოქმედებას არ აკეთებდეს ესეთი აფიოდ, მაგრამ ძალიან კარგად იცის თითოეული სიტყვის მდგომარეობა, როგორ უნდა მოარგოს სიტუაციას, ხო? აი როგორ უნდა იმოქმედოს. აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, მოკლედ დაგვემალა, მაგრამ მაინც ვიპოვეთ, ხო? რაღაც ესე გამოვიდა. მოკლედ პირველი ვარიანტი. გაფრთხილდით იმ ადამიანებთან, ვისთანაც თქვენს ოცნებებს საუბრობთ, ვისთანაც თქვენს იდეებს ყვებით, იმიტომ რომ ვთქვათ, ყველა შეიძლება ეს არ მოსწონდეს და არ უხაროდეს თქვენი წინ სვლა და სიკეთეები, ხო? მეორე ვარიანტი, ვინც ერჩია ამეთვის და რაღაცნაირად დავდოთ, დაინახოთ. ამეთვის და ვნახოთ. არის თუ არა ვინმე ესე კონკრეტული ადამიანი. მეორე ვარიანტი. აი მეორე ვარიანტთან ნახეთ როგორი სიტუაცია არის. მეორე ვარიანტთან შესაძლებელია და არის ადამიანი, რომელსაც მიაქვს თქვენი ენერგიები, რომელსაც ყვებავთ თქვენი ენერგიები და შეიძლება იყოს თქვენგან მოშორებით საკმაოდ შორმსყოფი ადამიანი, რომელთანაც შეიძლება დაპაუზებული გაქვთ ურთიერთობა, თუნდაც მეგობარი, მე არ ვიცახი რომ მარტო პარტნიორის მომენტი, ხო? ეს შეიძლება იყოს მეგობარი, რომელიც ეხა ამ ეტაპზე თქვენთან არ იმყოფება, რომელთანაც შეიძლება გქონდეთ ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ფიზიკური სიშორე გაქვთ უკვე თქვათ, ხო? რაღაც აღარ გაქვთ კონტაქტი, რაღაც მომენტში შეიძლება ვერც კი ხვდებოდეთ რა მოხდა თქვენ შორის, რატომ მოხდა ეს კონფლიქტი, ხო? რაღაც ადამიანი, რომელთანაც
ფაქტიურად სულიერი მომენტები არ აქვს. შესაძლებელია ეს პარტნიორიც იყოს, მაგრამ შესაძლებელია ეს მეგობარიც იყოს, ხო? ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვით, ხო? იმიტომ რომ საჯაროა გასვლა. მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე არ გაქვთ არანაირი კომუნიკაცია, თუმცა ამ ადამიანთან თქვენ ძალიან მიჯაჭვული მომენტები გქონდათ, ხო? აი შეიძლება ითქვას მიჯაჭვული იმ კუთხით, რომ ძალიან ყოველდღიურობაში იყავით ერთმანეთთან, ყოველ წუთიერი კავშირი გქონდათ, ხო? ნუ რაღაცნაირად გქონდათ რაღაც ესეთი აქ უფრო მამაკაცის მომენტი. ამოვიდა პირდაპირ გამოგვეცხა და ბატონი. იცით რა, ეს არის ადამიანი, აქ უკვე მამაკაცი, აქ ნახეთ, ესე კონკრეტულად შეიძლება ნეგატივს არ გიკეთებდეთ, თქვათ, ხო, მაგრამ ნახეთ, მტერი არის რაღაც მომენტში, იმიტომ რომ თქვენ მიუხედავად ისა, რომ ეს ადამიანი თქვენთან არ იმყოფება, წასულია თქვენთან დაპაუზებული გაქვთ ურთიერთობები და სულიერად აღარ ახართ ერთმანეთთან, ეს ადამიანი მაინც რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, რომ შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ენერგიები არ მოაკლდეთ, ხო? ნახეთ, რას ნიშნავს შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ენერგიები არ მოაკლდეთ. იმას, რომ რაღაც პერიოდულობით შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება მინიშნება მოგცეთ, შეიძლება რაღაცა გონებით ფიქრობს იმაზე მეტს, ვიდრე უნდა იფიქროს, ხო? რაღაც როგორც კი ხდება ჩაჭრა თქვენი ენერგიების, მაშინვე იწყებს ფიქრს, რომ თქვენს გაგიძლიერდეთ ამ ადამიანთან მიმართებაში ფიქრები. მოდით აბა, რა კუთხით ხდება ეს ყველაფერი? ხო, აი ზუსტად ეს მომენტია, როგორც კი თქვენ ამ ადამიანს ეცლებით და იწყებთ ახალ ცხოვრებას, როგორც კი თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ უნდა მიხედოთ თქვენ ცხოვრებას, გამოხვიდეთ რაღაცა სტრესებიდან, გამოხვიდეთ რაღაცა გაურკვევლობებიდან, გამოხვიდეთ რაღაცა იმ ჩაკეტილი სივრციდან, რომელშიც ხართ ხოლმე, ხო? აი თქვათ რაღაც ახალი ფოტოები დადეთ, ახალი სამსახური და აი როგორც კი სიახლეს იწყებთ, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, გაკვირდებათ, ხო? რაღაცნაირად ახერხებს იმას, რომ მიიღოს ინფორმაცია და მაშინვე რაღაცა სიტუაციით, რაღაც მომენტებით შეიძლება ითქვას თავს გახსენებთ, ხო? რომ არსებობს, რომ კიდევ ახსოვხართ და თქვენ უკვე იწყებთ ისევ თავიდან ბრძოლას, თავიდან გამოსვლას იმ სიტუაციებიდან, რომელიც წარსულს ქვია, ხო? სადაც ნახეთ, რომელთანაც ახლა თქვენ გქონდათ, ხო, რაღაცა მშვიდი, კარგი, წყნარი ურთიერთობა, კარგად უგებდით ერთმანეთს და შესაბამისად უკვე გინდა არ გინდა მომენტებში, როდესაც უკვე ააქტიურებს ეს ადამიანი თქვენს მიმართ რაღაცნაირად ენერგიებს, თქვენს გეწყებათ სტრესი, შფოთვა და ხდება თქვენი ჩაკეტვა, თქვენი განულება, თქვენი თავიდან დაწყება ბრძოლის, თავიდან გაანალიზება, თავიდან გააზრება, ხო? ეს კონკრეტულ ადამიანთან არის დაკავშირებული, კონკრეტული ურთიერთობასთან დაკავშირებული, სადაც ფიზიკურად ძალიან ბევრი უთანხმოება მოხდა თქო ვერ გეტყვით, მაგრამ აი ადამიანი, რომელიც უბრალოდ გაგეცალათ, ხო, უბრალოდ მოახერხა ის მომენტი, რომ თქვენ ცხოვრებიდან გაცლილიყო, ხო? აი ეს ადამიანი თქვენი მტერია, ესე ვიტყოდი, იმ მხრივ, რომ თქვენი ენერგიები მიაქვს, ხო? მტერი ხა მაინდა-მაინც ის არ არის, ვინც რაღაცა ესე პირდაპირ მოვა და რაღაც შეგაჭანჭყარებთ ან რაღაც გესწრით აქცემთ, ხო? ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ადამიანის წინ სვლა და ეგოისტურად იქცევა და მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და მეორე ადამიანის ბედნიერება არ უხარია, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ურთიერთობაშიც არ უნდა იყოს უკვე, ის მტერია. ჩემი გადასახედიდან ესე არის, მე ბოდიშით სუბიექტურად ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე რომ ეს არის კონკრეტულად მამაკაცი. აი პირველ ვარიანტში უფრო ქალბატონის მდგომარეობა იყო, აქ უფრო მამაკაცი. ნუ სტიქიის მიხედვით თუ ვიმსჯელოთ, ცეცხლის სტიქია, შეიძლება გავითვალისწინოთ. ან ადამიანი, რომელიც ძალიან მიზანმიმართული არის და ცოტა რაღაცა ეგოისტური შეხედულებები აქვს რაღაცა მდგომარეობასთან, ხო? პრინციპულობა აქვს კიდე, რომ აი თავის მიზანს მიაღწიოს. ცოტა ისეთი სექსუალური კუთხითაც რაღაცა ცოტა ისეთი, რა ვიტყვიან,
თავბრუდამხვევი ადამიანია ხო, რაღაც შეუძლია იმდენად რაღაც ისეთი თბილი სიტყვები გითხრათ, ან ისეთი რაღაცა ქმედებები გააკეთოს, რაღაც შეიძლება თავბრუდა გახვდეთ, ხო, აი ესეთი მომენტები ისახება მეორე ვარიანტში, ხო, რაღაცნაირად აქ უფრო ის მომენტი არის, რომ აი კონკრეტული ადამიანის მიმართ გაშვებული თქვენი ფიქრები, ენერგიები თქვენ ძალიან გაზარალებთ, ხო? თქვენ ძალიან გაპაუზებთ და ისევ აი თითქოს ერთ წრეზე ტრიალებთ. შესაძლებელია რომ ჩაჭრილიც არ გქონდეთ, ხო? აი მარტო ის აი არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შეიძლება მართლა აი ჭირდება სპეციალური ჩაჭრა ურთიერთობის, სპეციალური ჩაჭრა ენერგიების იმისთვის, რომ ყველა თავ-თავის გზაზე წავიდეს, ხო, რაღაც ეს მომენტიც არის აქ. ისე რომ აი მეორე ვარიანტს გეტყვით, რომ თქვენს შემთხვევაში კონკრეტული ადამიანი ამოდის, რომელთანაც არ გაქვთ კომუნიკაცია და რომელსაც ძალიან მიაქვს თქვენი ენერგიები. რასაც ქვია თქვენი სასიცოცხლო რესურსზე ზის, ხო, წურბელასავით თქვა ესე მე მაპატიეთ და ბოდის გიხდით ამ სიტყვისთვის, მაგრამ აი თქვენ რეალურად კარგავთ შრომის უნარიანობას, თქვენ რეალურად კარგავთ ძალას, ხო, აი რაღაცა გადადიხართ ისეთ ენერგიებში, რომ აი არ გინდათ არაფერი, ყველაფერი გეზარებათ, სულ თავი გტკივათ, სულ რაღაცა სისუსტე გაქვთ, ავად არ ხართ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად აი შინაგანი სიცარიელეს გრძნობთ, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის, თითქოს ეს ამ ადამიანს და ამ ადამიანის ენერგიას, თუ ფიქრს, თუ რაღაც ქმედებას თქვენთვის მოაქვს შინაგანი სიცარიელე, რომლითაც მე უკვე ძალიან გიჭირთ, რომ წინ წახვიდეთ და რაღაცა ესეთი ქმედებები გააკეთოთ თქვენ და სასიკეთოდ და თქვენ და წარმატებისთვის, ხო, თქვენი ცხოვრება რომ სწორ გზაზე მოატრიალოთ. აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტიც, მე გისურვებთ, რომ ბედნიერი ურთიერთობები გქონდეთ, ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. რა ვიცი, თუ ამოიცანით ეს ადამიანები და თუ რამე ინფორმაცია გამოგატკებათ რამეში, ძალიან გამიხარდება და ძალიან კარგი იქნება ეს ნამდვილად. და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ კომენტარებისთვის. დროებით.